სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. როცა დიდმარხვა თავისი განახევრებისკენ მიდის, ეკლესია გვახსენებს ჩვენი გამოხსნის საიდუმლოებას, განკაცებული ღმერთის ჯვარცმას, რომელიც რა თქმა უნდა უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ დიდმარხვაში, არამედ ყოველთვის, რომ ჩვენი დამოკიდებულება ღვთისადმი და მისი გამომხსნელი ღვაწლისადმი, რომელიც ჩვენთვის გააკეთა, რა თქმა უნდა, მან არ დაგვავიწყდეს ამ ყველაფრის სიდიადეც, დიდებულებაც და ამავე დროს ის, რომ ეს უდიდესი საიდუმლოებაა და მისი წვდომა, მისი გაგება ესე მარტივად არ ხდება და ადამიანის სულიერი ცხოვრების ყოველდღიური ღვაწლით, სულიერი ცხოვრების პრაქტიკით უფრო მეტად და მეტად უღრმავდება ამ საიდუმლოებას, რაც მეტად უღრმავდება განკაცებული ღმერთის ჯვარცმის საიდუმლოებას, უფრო მეტად იგებს ქრისტიანობას, უფრო მეტად ხდება რა არის ნება ღვთისა და უფრო მეტად ხდება ასევე რა არის მისი საკეთებელიც. ასე რომ ამას უაღრესად პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს. თვითონ ეს სიტყვათა წყობა ჩვენთვის, რომელიც ასე ბუნებრივია ქრისტიანებისათვის, რომელშიც რა თქმა უნდა თავარი არის ჩვენი რწმენა, რომელიც გვეხმარება და ეს ბუნებრივი გახდა ჩვენთვის, მადლობა ღმერთს ამისათვის. ამავე დროს ის კულტურა, რომელიც ჩვენმა ერმა ასე რუდუნებით და ბრძოლით, რწმენით, შრომით შემოინახა და დღემდე მოიტანა, რომ ქრისტიანული კულტურა, რომელთაც არსებობს და ყოფიერებს საქართველოს, ეს ყველაფერი ჩვენთვის ბუნებრივს ხდის იმ სიტყვათა წყობას, რომელსაც ქვია განკაცებული ღმერთი, რომ ღმერთი ადამიანად მოვიდა და ჩვენთვის მოკვდა, ჩვენი ცოდვები აიღო ჯვარზე მიალურსმა და ასე შემდეგ. ეს სიტყვათა წყობა, კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ყურს არ გვჭრის, მაგრამ თუ ვეცდებით, რომ ცოტა გვერდზე გავდგეთ და ცივი ლოგიკით შევხედოთ, საოცრებას ვამბობთ, რომ ჯერ ღმერთი ხო ადამიანად მოვიდა, ეს ხო საოცრებაა და მერე ჩვენ ღმერთს მოვერიეთ, დავჩაგრეთ, შეურაცხყოფა მივაყენეთ და საშნელი წამებით, ცინიზმით, შეურაცხყოფით მოვკალით. აბა, სად არის ლოგიკა აქ, ხო? აქ საუბარია გალაქტიკების შემოქმედზე. მაგრამ კიდევ ვიმეორებ, ჩვენ ეს გვწამს და რა თქმა უნდა, აი ამ ყველაფერში, რომ აი ეს სიდიადე, როგორი სიდიადე ღმერთია და თავის დიდებით საშნელი, როგორ მოხდა, რომ ჯვარზე აღმოჩნდა, არ აქვს მნიშვნელობა, რომ ბუნებით არ აღმოჩნდა, პიროვნულად ჯვარზე აღმოჩნდა, იმიტომ რომ ერთი პიროვნება განკაცებული ღმერთის ადამიანური და ღვთაებრივი ბუნება. პიროვნულად სამყაროს შემოქმედი ჯვარზე აღმოჩნდა საშნელი ტანჯვით. აი ეს როგორ მოხდა და რისთვის მოხდა და რა საჭირო იყო და როგორ მეხება ეს აი ეს ყველაფერი არის უდიდესი საიდუმლოება, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროებს წვდომას, იმიტომ რომ ეს საიდუმლოება რას ნიშნავს საიდუმლოება? დამალული კი არ არის. განა რომ შესაძლებელი ყოფილიყო, განა არ დაიწერებოდა ყველაფერი და განა არ აიხსნებოდა, შეუძლებელია იმაზე მეტად გადმოიცეს, როგორც ის გადმოიცა, რასაც ჩვენ წმინდა წერილში ვკითხულობთ. აი წმინდა წერილში რაც არის, იმაზე მეტად სიტყვიერად გადმოცემა ამის შეუძლებელია. 2000 წლის განმავლობაში და აი დღევანდელ დღესაც აქაც ეკლესია ცდილობს, რომ ეს განმარტოს, რომ ჩვენთვის გასაგები გახდეს, არა იმიტომ რომ გავიგე და მორჩა, არამედ მე როგორ სათნო ვეყო აი ამ უფლის ამ ღვაწლს. როგორ შეუდგე მას, როგორც ნათლობის აღთქმაში მაქვს პირობა მიცემული. როგორ დავემოწაფო მას. როგორ გავითავისო ის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. როგორ გავხდე მადლიერი მისი. მადლიერი რო გავხდე, ჯერ უნდა მიხვდე რა გააკეთა მან ჩემთვის. და რატო იყო საჭირო ჩემთვის ასეთი მსხვერპლის გაღება? განა რა მდგომარეობაში ვარ მე ასეთში. გესმის, აი რამდენი რამეა, ხო წარმოგიდგენიათ ეს ფაქტიურად ეს არის ადამიანის ერთი სიცოცხლე. რამდენჯერ უნდა დაიბადო, რამდენი ხანი უნდა იცოცხლო, რომ ეს ყველაფერი გაითავისო.
ამიტომაც არის რომ ჩვენ დასაკარგავით რო არა გვაქვს. და კიდევ ერთი, რამდენად მიგვიზღვის ბრალი ჩვენ ქრისტეს მკვლელობაში. და მიგვიზღვის თუ არა ბრალი და თუ მიგვიზღვის, რატომ მიგვიზღვის, ჩვენ ხო ეხლა დავიბადეთ. და თუ მიგვიზღვის, როგორ უნდა გადავრჩეთ ამისგან, იმიტომ რომ ამაზე დიდი საშინელება რა არის, რომ ღმერთი მოვიდა ადამიანად შენ საშველად და შენ მოკალი. დღევანდელი საკითხები რა თქმა უნდა ეხება, იმიტომ რომ დღეს ჯვრის თაყვანისცემის კვირაა და დღევანდელი საკითხები ეხება სწორედ ჯვარცმას. როგორც სახარებისა, ისე სამოციქულო. მარკოს მახარებელი იკითხებოდა დღეს. აი რამდენიმე ადგილია, რომელსაც აგიკითხავთ. გახსოვთ, როცა უფალი საკუთარ ჯვარცმაზე, ტანჯვაზე საუბრობს. პეტრე მოციქულს, რომელსაც უყვარს უფალი, ბუნებრივი რეაქცია აქვს. ანუ უფალი ამბობს, რომ მე დამიჭერენ, დამაპატიმრებენ და საშნელი შეურაცხყოფით მე მომკლავენ და ბუნებრივი რეაქცია აქვს. რას ამბობ კაცო, ეგრე არ უნდა იყოს ეს. პეტრეს ერთგულება ხშირად გვითხოვს ეს და პეტრეს მზრუნველობა ძალიან მკაცრად იქნა შეფასებული ქრისტეს მიერ. გახსოვთ ხო? წარვეთ ჩემგან მართულკუნ ეშმაკო პეტრეს ეუბნება აი მზრუნველობის საპასუხოდ ეშმაკს უწოდებს უფალი პეტრე მოციქულს. რა თქმა უნდა წარმოიდგინეთ ახლა რა ცივი წყალი გადაესხმებოდა საწყალ პეტრეს, როცა აი მართლა ადამიანურად ზრუნავს და უცებ ესეთ რამეს იღებს პასუხად. გესმით რა მძიმე იქნებოდა ადამიანურად. რატომ მოექცა ასე მკაცრად უფალი მას? რომ კარგად გვახსოვდეს ჩვენ. რომ ჩვენი ეს ადამიანური სენტიმენტალურობა და აი ეს გზნობიარე სიყვარული და ეს ემოციურობა და გნებავთ ადამიანური თავგანწირვას კიდევ. თუ ის ღვთისნებასთან არ არის თანხმდრაში არარაობა, არაფერია და პირიქით ეშმაკის დასაყრდენია. და აი როგორ შეიძლება გვატყვილებდეს ჩვენ ეშმაკი, რომელიც სწორედ ჩვენს არა მარტო ბოროტ მიდრეკილებებს, არამედ კეთილ მიდრეკილებებსაც იყენებს. და ამ შემთხვევაში რის წინააღმდეგ იყო მიმართული პეტრეს ადამიანური სიყვარული, განკაცებული ღმერთის ჯვარცმის საიდუმლოების წინააღმდეგ. ანუ ამ შემთხვევაში თუ პეტრეს ხედვას განვაზოგადებთ, შეიძლება ვთქვათ, რომ პეტრეს სახით წარმოჩინდა რა, რომ ჩვენ არ გვესმის რა საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე. კიდევ ვიმეორებ, ძალიან ბევრი ტომებია დაწერილი, ხო ხვდებით, თეოლოგიური ნაშრომებია დაწერილი, რატომ მოხდა განკაცებული ღმერთის ჯვარცმა. მე ხა ყველაფერი ხوار წამიკითხავს და რაც წამიკითხავს, დაწყებული ძველი საუკუნეებიდან თანამედროვე ღვთისმეტყველებით, რაღაცა ხო წამიკითხავს. ბოლომდე ლოგიკური, ამომწურავი პასუხი ამაზე არ არსებობს, იმიტომ რომ ეს არის საიდუმლოება. და პასუხი რომ ლოგიკური არ არსებობს, იცით რას ნიშნავს? რა არის ლოგიკა? ლოგიკა არის, რას აკეთებს ლოგიკა, რომ რაღაცა მოვლენას, არ აქვს მნიშვნელობა ეს რა მოვლენა, ჩემთვის გასაგებ ენაზე ვაყალიბებ. რომ მე გავიგო, ჯერ მე გავიგო, რასთან მაქვს საქმე. დავინახე რაღაცა, ეს იცით რა არის? აი ეს არის, ეს, აი ეს ყოფილა. ლოგიკა ხსნის შიფრავს ჩემთვის გასაგებ ენაზე, რა ხდება ჩემ თვალწინ. მეცნიერებაშიც ასია, ხელოვნებაშიც ასია და აგერ თეოლოგიაშიც ასია. ლოგიკურად ბოლომდე ვერასდროს ვერავინ ვერ ახსნა, რას ნიშნავს განკაცებული ღმერთის ჯვარცმა. არ და კიდევ ვიმეორებ, ტომებია დაწერილი. იმიტომ რომ ეს არის საიდუმლოება. იმიტომ რომ იგი განიცდება, შეიმეცნება შინაგანად ლოგიკის მიღმა, ლოგიკის გავლით. იმიტომ რომ ეს არის რწმენის საგანი უპირატესად, ვიდრე თქვათ რაღაც ინტელექტუალური შემეცნების. ამიტომ პეტრე რომ ვერ იგებს და აპროტესტებს, მაგი არ გააკეთო, კაცო, რა უნდა მოკლან და რა. ეს არის კაცობრიობის მდგომარეობა. ჩვენ გვინდა ღმერთი ღონიერი, ჩვენ გვინდა ღმერთი ძლიერი, ჩვენ გვინდა ღმერთი გვფარავდეს თავისი სიძლიერით, მუდამ ჩვენს გვერდზე იყოს, ჩვენ გვიცავდეს, გვფარავდეს და ასე ჩვენ არ გვინდა გავყვეთ უფალს ვიწრო და ეკლიან გზაზე, ავიდეთ გოლგოთაზე. ჩვენ არ გვინდა უფალს რომ დევნიან, ჩვენს გვდევნონ, უფალმა კი გითხრა მე თუ მდევნოს თქვენს გდევნიან. გესმით? არ გვინდა ჩვენ ეს ჩვენი დაცემული ბუნების ამოძახილია, არ გააკეთო ეს და ამ დროს უფალი გვეუბნება ეშმაკი ხარ შენ თუ არ გამომყვები ამაში, ყველას გვეუბნება ამას. პეტრე ხო შერისხა და ყველა ჩვენ თითოეული ადამიანი ამით.
და მე უფალი კიდევ უფრო ამძაფრებს ამ მდგომარეობას. კი არ გვანუგეშებს. ხო, კარგი, გაგიბრაზდით ხო, კარგი. არა, ამძაფრებს და აგზელებს. მოუწოდაერსამას, მოწაფეთა მისთა თანა და რქვამად, რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, ვისაც უნდა რომ გამომყვეს მოკლედ. უარყავ თავი თვისი, აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდექმე. რამდენი რამე ამაში. ჯერ ისეთი ბოლოსი შემომიდექინმე, კვლავ ვიმეორებ, მე თუ მდევნეს თქვენს გდევნია. ეგ ერთი. და ესე იგი, უარყავ თავი თვისი. ყველაზე ძალიან რაც უყვარს ადამიანს, საკუთარი თავი, საკუთარი ნება, საკუთარი ხორცი, საკუთარი სიცოცხლე, ამ ქვეყნიური, საკუთარი მისწრაფებები, საკუთარი ეგო, საკუთარი სიმართლე, ყველაფერი უარყავი, გეუბნება, უარყავი თავი შენ. კარგი ხო, ჩემ თავს უარყოფ, მაგრამ მეგება თან აღარ ვიტანჯებოდი ამ ცხოვრებისაგან. არა, ჯვარი გრჩება, აღიღენ ჯვარი შენი, ჯერ საკუთარი თავიც უარყავიო გეუბნება. მერე ჯვარი, რომელსაც არ გიუქმებ, აი როგორც პავლე მოციქულს არ გაუქმა. ეს ჯვარიც აიღეო და ეგრე გამომყევი. ხედავთ, აი როგორ გაუმძაფრა, ხო? პეტრეს შერისხა და კი არ გვანუგეშა მერე, კიდევ უფრო ესე იგი რაღაცა ისეთი რამ გვითხრა, კიდევ უფრო დავიძაბეთ, რომ რაღაცა დიდი გველოდება, დიდი ომის წინაშე დავდექით. აი მე მინდა გითხრათ, რომ აი ამ საკითხში საკუთარი თავის უარყოფა რა ხდება, სულ პრობლემა არა. აი სამრელო ცხოვრებიდან გამომდინარე თქვა საუბრობ მე, იმიტომ რომ ბევრი ხართ, მადლობა ღმერთს და მოდიხართ და რაღაც მნიშვნელოვანი ნაწილი ხო მართლა გულწრფელად ქრისტესთვის არის აქ, ხო? ну, კაი, ვიღაცა შეიძლება რელიგიურ გზნობებს იქ მაყოფილებს, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არ მინდა ეს დავიჯერო, მე მინდა დავიჯერო ის, რომ თქვენ ყველანი ქრისტესთვის ხართ, მოდიხართ და ну, პრობლემები მე ხო სახეზეა, ვინც მეტად უღრმავდება ამ პრობლემებს მეტად ხედავს. და აი ხანდახან ეს და ამ პრობლემების მიზეზი არის ხოლმე სწორედ ეს. ადამიანს ეძნელება საკუთარი თავის უარყოფა, ადამიანს ეძნელება ჯვრის ტვირთვა, ადამიანს ეძნელება ქრისტეს გაყვეს, იმიტომ რომ ეს არის პროცესი, რომელიც არასოდეს უნდა გაჩერდეს. არასოდეს დასვენების შესაძლებლობა არ არსებობს. ცოტა უხეშად რო თქვა, შვებულებაში ვერ გახვალ სულიერი ცხოვრებიდან. არ არსებობს ეს. ეს არის პროცესი, რომელიც დაიწყო. დაიწყო, როდესაც ჩვენ მოვედით. როდესაც ჩვენ პირობა მივეცით ღმერთს პირველი აღსარებით, მართლობის აღთქმა დავიწყებული ქონდა, მაგრამ რომ მოვედით და განახლდა, როცა მოხდა აქტუალიზირება მართლობის აღთქმისა და მადლისა, როგორ პირველი აღსარებით. მოვედით, გადავწყვიტეთ, შეუდექით და მორჩა. უკან დასახევი გზა არ გვაქვს. დიდება უფალს ამისათვის. რომ უკან რა არის უკან? უკან რა არის? არაფერი, უკან არაფერია. უკან ჯოჯოხეთია. მხოლოდ წინ არის სასუფეველი. ადამიანებს უჭირს თანმიმდევრული იყვნენ აი ამაში, გვიჭირს ყველას ჩვენს. და ზოგ შემთხვევაში არის პრინციპული წინააღმდეგობა საკუთარი თავის უარყოფაში. და ზოგ შემთხვევაში იქამდე მიდის ადამიანის თავხედობა, მრავალი წელი გატარებული ეკლესიის წიაღში ადამიანები რომ შეძლებენ და თქვან, რომ იცი რა, როგორ მე ხო ჩემი სიმართლე მაქვს არა. კი, ქრისტიანობაში რაღაც შეიძლება ესია, მაგრამ გუშინას თქვი ეს ქრისტიანო ეკლესიაში დაბერდი და ქრისტიანობაში ასეა, ასე უნდა თქვას ქრისტიანმა. ქრისტიანობაში ასეა. ხო, მე ჩემი სიმართლე, კი, ქრისტიანობაში ასეა. ეს ხო ნიშნავს საკუთარი თავისათვის განაჩენის გამოტანას. ეს ხო ნიშნავს იმის დეკლარირებას, რომ მე ქრისტიანი აღარა ვარ. ქრისტიანობაში ესია და მე ჩემი სიმართლე მაქვს. და რამ განაპირობა ეს? ადამიანი ვერ ხვდება, რომ საკუთარი თავი უნდა უარყო. გესმით? ერთი სიცოცხლე მაქვს ადამიანი ამბობს, დიახ, ერთი გაქვს. რომელ სიცოცხლეშიც შენ უნდა მოახერხო, ისე იცხოვრო, რომ ქრისტემ თქვას, რომ მე შენ გიცნობ. და ქრისტეს დაემსგავსო. ესეც აი ჯვარს უკავშირდება საკუთარ პირას. შემდეგ უფალი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომელსა ეს სიტყვები თქვენ, რამე თუ რომელსა უნდა სულისათვის ისა განდრინება, ანუ თავის სიცოცხლის მოცილება ამ განსაცდელებს, ეგოისტურად გადარჩენა ვისაც სურს, წარიწყმინდოს იგი დაკარგავს თავის თავს. ხოლო რომელმან წარიწყმინდოს სულითვისი ჩემთვის
გინდა სახარებისთვის, ჩემთვის და გინდა სახარებისთვის, ანუ ნიშნავს ჩემთვის და აქტიური ქმედებაში გადადის ეს უფლისადმი ერთგულება სახარებისთვის, მახარებელია თავის ცხოვრების წესით, მან აცხოვნოს, იგი გადაარჩენს სულს. თუ ადამიანი კიდე ხაკუნობს, ფაფხურობს, არ უნდა თავისი ეგოიზმი არ ეთმობა, თავისი სიმართლე არ ეთმობა, გვახსენებს, რა სარგებელ არის კაცისა, უკეთ შეიძინოს სოფელი ეს, ვინ მოგცემს ამ სოფელს? ვინ მოგცემს? რომც დაუშვა და მთელი სამყარო შენი რო გახდეს. აი წარმოედგინეთ. ვინ რას მოგცემს? მოხედავ, ტაცებელ ცხოველებში რო ის არის ურთიერთობები, ამას დაემსგავსა. მათ შორის საქართველოს სამწუხაროდ. და მთელი სოფლიო, შეხედეთ რა ხდება. შეხედეთ რა ხდება. და საქართველოს როგორ გძულს ერთმანეთი, როგორ ვიმეტებთ, როგორ ვკლავთ ერთმანეთს, თითქოს არაფერი. როგორ მიმართავთ ერთმანეთს, რა სიტყვებით ვამკობთ ერთმანეთს. ვინ რას მოგცემს? და რომც მოგცეს და მთელი სამყაროც რო შენი იყოს, უკეთ შეიძინოს სოფელი ესე ყოველი რა არისო, რო სული თვისი იზღვიოს, ანუ სულს თუ დაიზარალებს, რა ფასი აქვს ამას, ეს ხო დროებითია. ანუ რა მისცეს კაცმან ნაცვლად სულისა თვისისა, თითქოს რა ბანალური ჭეშმარიტებაა, მაგრამ ჩვენ ხო ამას ვივიწყებთ. ერთი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა ეს წუთი სოფელი. დამთავრდება ცოტა ხანში. აი აქ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სიტყვებია. მე აგზელებს უფალი. რამე თუ რომელსა იგი სირცხვილ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა, რატო უნდა შემცხვეს მე ქრისტესი და ქრისტეს სიტყვების და თანამედროვე ადამიანს მე არ ვიცი ახლა ძველად არის ეს ნათქვამი, მაგრამ ჩვენ გარემოს ხო ვიცნობთ. საერო სივრცეში ადამიანს თუ არ წხვენია დღეს ქრისტესი როა, რომ ქრისტეს დარი სათნოებით რომ ყოფიერებს ამ სამყაროში, ქრისტეს დარი სათნოებებით რომ აქვს ურთიერთობა ადამიანებთან თავდაბლობით, მორჩილებით, სიმშვიდით, მიმტევებლობით, დისცულოვნებით, მარხვით, სიფაქიზით, ეკლესიურობით. რა, არ წხვენიათ ადამიანებს, ქრისტიანებს, თქვენ ფიქრობთ? აბა გაიხსენეთ თქვენი თავის ძალიან ხშირად სამწუხაროდ ადამიანებს წხვენიათ, რომ ქრისტიანი ვარ ეგრე კი არა. მართლა რომ ქრისტიანული სათნოებებით გქონდეს ურთიერთობა ადამიანებთან, ამის ძალიან ხშირად წხვენიათ ადამიანებს. უბრალოდ მაგარი ტიპი უნდა იყო, მაგარი. და არა ქრისტიანი და აი ქრისტიანი ეგეთი სულაც არ არის სინამდვილეში, მაგრამ ადამიანებს აქვთ შინაგანი განცდა, რომ ეს თავდაბლობა, მორჩილება, სიყვარული, მიმტევებლობა, გესმით, აი ეს მარხვა და ასე შემდეგ, ეკლესიურობა, მოძღვარი ყავს და ასე ეს ყველაფერი ამ თანამედროვე აი ამ საშინელ ლიბერალიზმით მოწამულ სამყაროში ადამიანს ხშირად არ შეუძლია ამის წარმოჩენა და წხვენია ამისი. რომელსა იგი სირცხვილეულ უჩნდეს ჩემი და სიტყვათა ჩემთა და ნახეთ როგორ გვახასიათებს უფალი ასეთებს მერე. ნათესავს ამას, მემრუშეს და ცოდვილს. მემრუშე, იმიტომ რომ მოღალატე ხარ და ცოდვილი, იმიტომ რომ აცდენილი ხარ ღმერთისგან, როცა ქრისტესი რომ ხარ, ამისი რომ გწხვენია, შენ ხარ მოღალატე და აცდენილი, ანუ მემრუშე და ცოდვილი. მაშინ ნაყოფად რა მოყვება ამას უფალი წინასწარ გაფრთხილებს. ძემანცა კაცისამან არ წხვინოს მას, რაშამს მოვიდეს დიდებითა მამისა თვისისაითა ანგელოსთა თანაწმინდად. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლებიც აი ამ ყველაფრის და მიუხედავად ერთგულებენ ქრისტეს და ასეთებზე რას ამბობს უფალი და ეტყოდა მათ, გეტყვით თქვენ, რამე თუ არიან ვინმე აქ ამ მდგომარეთაგანი, რომელთა არ აიხილონ გემოს სიკვდილისა. იცით ხო ეს სიტყვები გახსოვთ? ანუ ხორციელ სიკვდილს, ანუ არ მოკვდებიან ხორციელად მანამ ვიდრე იხილონ სასუფეველი ღვთისა მომავალი ძალით, ანუ ღმერთის განმცდელნი იქნებიან საკუთარ თავში, ანუ იქნებიან როგორც ტაძარი ღვთისა. და საერთოდ ვიცით ხო ეს რომ ნამდვილი ქრისტიანი არის ის, ვინც რეალიზებული ქრისტიანი, ვინც ღმერთს რეალურად განიცდის საკუთარ თავში. ვისთვისაც ლოცვა არის ენერგია, რომელიც მას შინაგანად აღავსებს და აცოცხლებს. უბრალოდ სიტყვების წარმოთქმა კი არ არის, რომელიც არ ესმის და თან ეზარება. არამედ ლოცვა ხდება ენერგია, ლოცვა ხდება ცეცხლი, რომელიც შენშია. ღმერთი განიცდება როგორც ასევე შიგნით შენში იმ გამოუთქმელი
გამოუთქმელი რაღაც შეგრძნებებით, რომელსაც ვერც კი გამოთქვავ, ის სიტყვებაც არის, სიხარულიც არის, იმედიც არის, სიმშვიდეს არის, ბედნიერებაც არის, სიმამაცეც არის, სიკვდილის არარსებობაც არის, ცეცხლოვანებაც არის, ყველაფერია, როცა ღმერთი შენში. და ადამიანი სანამ გარდაიცვლება, ასეთი ხდება. ანუ ის ფაქტიურად აღარ მოკვდება, აღარასოდეს ის გარდაიცვლება სიკვდილისაგან სიცოცხლეში. ესეთი ადამიანი დაუმარცხებელია ბოროტისგან. და აი ეს ყველაფერი ჩვენში რო ახსრულდეს, მარტონი არ ვართ. და ყავს მეოხი. მეოხი, რომელიც სიტყვით მეოხი კი არ არის მხოლოდ. არამედ იმისათვის, რომ მის მეოხებას კონდეს ძალა, შეწირა მსხვერპლი. ეს მეოხი და თან რომ მსხვერპლი შეწირა, ამას ქვია მღვდელი. და ის რადგან პირველი მღვდელია, ქვია მღვდელმთავარი. და ის არის თავად იესო ქრისტე, რომელიც ზეციური მამის წინაშე არის მეოხი ჩვენთვის და საკუთარი თავის მსხვერპლად შემწირველი ჯვარზე. ანუ ჯვარი არის სამსხვერპლო, სადაც ადამიანად მოსულმა ღმერთმა ჩემი და შენი სიყვარულისათვის საკუთარი თავი მსხვერპლად მიიტანა და ამით ჩვენ გაგვანთავისუფლა ჩვენს მიერ ჩადენილი ცოდვებისგან. ყველაფერ ამისათვის თვითონ მოკვდა და თავისთავი მიიტანა მსხვერპლად. ამიტომ ის როგორც მსხვერპლშემწირველი არის მღვდელი და ამავე დროს არის მეოხი. და ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს პავლე მოციქული. და რა კი ყავს დიდი მღვდელმთავარი, რომელმაც გამოვლო ცანი, ანუ ზემოდან მოვიდა. იესო ძე ღვთისა, მტკიცეთ მივსდიოთ ჩვენს აღსარებას, ეს ჩვენი აღსარებლობა, ჩვენი რწმენა, რომ უფალი არის ჩვენი მღვდელმთავარი, რომელმაც ჩვენი ცოდვებისთვის თავისთავი შეწირა, მსხვერპლად მიიტანა. და აი ამ აღსარებას, აი ამ აღმსარებლობას, რწმენა ხო აღსარებლობაში ნოვლინდებოდეს, ამას მტკიცეთ მივდიოთ. რადგან ისეთი მღვდელმთავარი როდი ყავს, რომ არ შეეძლოს თანაგვიგზნოს ჩვენს უძლურებაში, ანუ ისეთი არ არის, რომელსაც არ შეეძლოს ჩვენ თანაგვიგზნოს უძლურებაში. არამედ ჩვენსავით გამოცდილია იგი ყველაფერში. ანუ ეს რას ნიშნავს? შენ რომ გტკივა, მან იცის ეს რა არის. შენ რომ უსამართლოდ გექცევა, ეს სამყარო, მან იცის ეს რა არის. გესმის? შენ რომ სიკვდილის გეშინია, მან იცის ეს რა არის. ყველაფერი იცის. გესმის? აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ზუსტად იცის შენ რა გაწუხებს თავის გამოცდილებით. და ამიტომ ის ჩვენსავით გამოცდილება ყველაფერში გარდა ცოდვისა. იმიტომ რომ ღმერთი თავის თავს ხო ვერ განუდგება. ამიტომ ცოდვა კიდე ღმერთისგან განდგომილებას ნიშნავს. მას თამამად მივიახლოთ მადლის ტახტს. მადლის ტახტი არის ჯვარი. საიდანაც უფალმა განაჩენი გამოგვიტანა. მიუტევე მამაო, რამე თუ არ იციან რას აკეთებენ. აი გესმით, აი აქაც ჩანს, რომ ეს რა საოცრებაა. ანუ ჯვრიდან შეელო შეერისხა ის ადამიანები, ხო? ვინც კლავდნენ, არ შერისხა, მიუტევა. მიუტევა, ამიტომ არის ჯვარი არის სიყვარულის, მიმტევებლობის რეალური ძალა. ძალა, როგორც პავლე მოციქული ამბობს, ძალა. მას თამამად მივიახლოთ მადლის ტახტს, რომელიც არის ჯვარი, რათა მივიღოთ წყალობა და ვპოვოთ მადლი დროული შეწევნისათვის. რატო დროული? იმიტომ რომ ბევრი დრო არ გვაქვს. სასწრაფოდ მისახები გვაქვს შეწევნა. სანამ ცოცხლები ვართ, სანამ ხორცში ვიმყოფებით. ჯვრის ძალა გვფარავდეს, შეგვეწიოს უფალი, გვაცხონოს, გადაგვარჩინოს, მოგცეს ძალა მისდამი ერთგულებისა და სიყვარულისა. ამინ. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სულისა წმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.